მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, კვლავ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ბიზნეს სიახლეები და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი სტუმრებით, რომელთაც ასევე რამოდენიმე წუთში წარმოგიდგენთ, თუმცა მანამდე გუშინ ჩვენ ნახეთ ძალიან საინტერესო გამოსვლა ინტერპრეტაციის წესით საქართველოს პრემიერის საქართველოს პარლამენტში, რამოდენიმე საინტერესო ეკონომიკური აქცენტი, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენ ბიზნეს ინსაიდერის უახლოეს გადაცემებში გავშლით, თუმცა მთელი რიგი საკითხები, რომელიც ჩვენ გვენიშნა, შეეხება თემებს, რომელიც უკავშირდება კვალიფიციურ სამუშაო ძალას დასაქმების პოლიტიკას, რა თქმა უნდა, კვალიფიციურ ინვესტორებს დიახ, რომელიც ასევე პირდაპირ კავშირშია ღირსეულ დასაქმებასთან და ცოდნის გადმოცემასთან, არა მხოლოდ ფინანსებთან, არამედ ცოდნის გადმოცემასთან და სხვათა შორის, როდესაც დღევანდელი გადაცემა იყო დაგეგმილი, საინტერესოდ და კარგად დაემთხვა, ამ კუთხის სპეციალურად არ დაგვიგეგმავს, კარგად დაემთხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, ვინაიდან მთელი რიგი საკითხები იყო, რომელიც სწორედ კვალიფიციურ ინვესტორს უკავშირდება და დღეს ჩვენ ამ თემებზე უნდა ვისაუბროთ. სწორედ თბილისში წყლის მომავლის პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართა 11 თებერვალს სასტუმრო Radisson Blu ივერიაში, აქ ჯორჯიან Water and Power-ის ორგანიზებით წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, როგორც უკვე აღვნიშნე, რომელიც იყო საკმაოდ მაღალი რანგის, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მარეგულირებელი ორგანოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და წყლის სექტორის წამყვანი ოპერატორები. ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე, თბილისის მერი კახაკალაძე და აქ აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე. გამოსვლებში ხაზი გაესვა წყლის სექტორის მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარების, ეკონომიკური პოლიტიკისა და მოსახლეობისათვის ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის კონტექსტში. 2 დღის განმავლობაში ფორუმის მონაწილეებმა იბრძოლეს წყლის სექტორის განვითარების საკვანძო საკითხებზე, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის მომავლის ხედვაზე, წყლის პოლიტიკისა და რეგულირების არქიტექტურაზე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მნიშვნელობაზე, სატარიფო სისტემების გლობალურ მოდელებსა და ადგილობრივ რეალობაზე, ასევე საქართველოში საინვესტიციო და სატარიფო პოლიტიკების ურთიერთკავშირზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს საერთაშორისო გამოსვლის გაზიარებასა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის როლის მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას ამ ხრივ მსჯელობას შეიძლება ასე ითქვას. ფორუმის ფარგლებში წყალი განიხილა არა მხოლოდ როგორც კომუნალური სერვისი და ახალ იქნა ზოგადად, არამედ როგორც ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გრძელვადენი მდგრადობის ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი. ღონისძიების ფარგლებში იყო მსჯელობა საქართველოს პოტენციალზე, ჩამოყალიბდეს რეგიონული დიალოგისა და თანამშრომლობის ჰაბად, წყლის რესურსების მართვის მიმართულებით. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ინსტიტუციური განვითარება და საერთაშორისო პარტნიორობის ერთობლიობა ქმნის შესაძლებლობას საქართველოს შეასრულოს სწორედ საკვანძო როლი რეგიონში წყლის სექტორის განვითარების დღის წესრიგის ფორმირებაში. ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინვესტიციებისა და სოციალური სამართლიანობის ბალანსს, როგორც წყლის სექტორის გრძელვადიანი მდგრადობის აუცილებელ პირობას. განხილულ იქნა ესეთი მიდგომები, რომლებიც ერთ მხრივ იცავს მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს, ხოლო მეორე მხრივ ქმნის რესურს ინფრასტრუქტურის განახლებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი დონის საერთაშორისო დიალოგი ქმნის შესაძლებლობას წყლის სექტორში რეფორმების გაძლიერებისათვის, ინვესტიციების წახალისებისა და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ჯორჯიან Water and Power-ი, აქვალია და პარტნიორი ორგანიზაციები აცხადებენ მსატყუპნას მომავალშიც გააგრძელონ თანამშრომლობა წყლის მართვის თანამედროვე ეფექტიანი და მაღალი სტანდარტების მქონე მოდელის განვითარებისათვის. საქართველოში მართლაც მნიშვნელოვანი ფორუმი, ვიტყოდი ასე, ამ თემატიკის პირველი უნიშნულოვანი ფორუმი, მქონდა პატივი ყოფილიყავი და დავწრებოდი ფორუმზე, სადაც როგორც უკვე აღვნიშნე, მოვისმინეთ არა მხოლოდ პრემიერის თბილისის მერის კვალიას ხელმძღვანელობის გამოსვლები, არამედ იყო ძალიან საინტერესო პანელური დისკუსია, წარმოდგენილი მინისტრებით, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თუმცა ჩვენ გვაქვს საშუალება რამოდენიმე შეფასება ახლა მოვისმინოთ. უმთავრესი არის დიალოგი, გამოცდილების ურთიერთგაცვლა. აქ არის სახელმწიფო უწყებები, აქ არის მარეგულირებელი, აქ არის კერძო კომპანიები, სახელმწიფო კომპანიები და გვაქვს საშუალება ერთის მხრივ ერთმანეთს გაუზიაროთ გამოცდილება, გავცვალოთ ინფორმაცია, წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვები თუ
რანაირად და როგორ უნდა განვითარდეს სწორად სექტორი საქართველოში და ამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ფორუმი თან ერთი ღონისძიებით არ დასრულდება, მომავალშიც გაგრძელდება და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის და გადაწყვეტილების წინაპირობა იქნება სწორედ მსჯელობა და სხვადასხვა მხარეების მიერ წარმოდგენილი შეჯერებული ინფორმაციები. ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წყალმომარაგების ქსელის განვითარება და ჩვენთვის ძალიან ასევე მნიშვნელოვანია, როცა გვაქვს შესაძლებლობა დარგობრივ ინვესტორთან კომპანიასთან, რომელიც ინვესტიციებს, მრავალმილიონიან ინვესტიციებს ახორციელებს ჩვენ ქალაქში ამ ასე ვთქვათ მიმართულებით, რომ ქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა ექსპერტებთან, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გვებსჯელა თუ რა გამოწვევები არსებობს და მომავალში თუ რა შესაძლებლობები და პოტენციალი გვაქვს იმისათვის, რომ უკეთესად დავაორგანიზოთ, დავამენეჯმენტოთ და ურთიერთ კოორდინაციაში შევქმნათ ყველა ის ხელშემწყობი გარემო, რათა იქნეს გაუმჯობესებული აღნიშნული მიმართულება. ესე იგი ჩვენ მოვისმენთ ნაწილი მხოლოდ შეფასებების ამ შემთხვევაში, მართლაც არ ვიცი, არც ეს გადაცემა და არც მთელი კვირის განმავლობაში ყოველდღიური ბიზნეს ინსაიდერი არ ეყოფოდა მართლაც იმ შეფასებებს, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებისგან. მხოლოდ ამის შესახებ ჩვენ ვრცლად უკვე დიალოგის დროს ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე ასევე მინდა რომ ინვესტორთა შეფასებები მოვისმინოთ ასევე ამ საკითხზე. ფორუმი ემსახურება კოორდინაციის გაძლიერებას, ინფრასტრუქტურული საჭიროებების გამოვლენასა და სამომავლოს სატარიფო სისტემების განსაზღვრას. ჩვენი ამოცანა აწყლის მართვის გაუმჯობესება და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიმართულებით, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად. პირველ რიგში მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თბილისის მერს, მინისტრთა კაბინეტსა და მარეგულირებელ ორგანოს ფორუმში მონაწილეობისთვის. მათი ჩართულობა ადასტურებს, რომ ქვეყანა აქტიურადაა ჩაბმული მიმდინარე პროცესებში. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ერთგულია ტრანსფორმაციის, ინვესტიციების მოზიდვის და რაც მთავარია, სტაბილურობისა და გრძელვადიანი დაგეგმვის პრინციპების. ვფიქრობ, საქართველოს შესანიშნავი მომავალი აქვს მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო. და ასევე იმიტომ, რომ ხედავთ საჯარო ადმინისტრაციას ძალიან მკაფიო გეგმა აქვს, თუ რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს ქვეყანა. მოსახლეობაც მუდმივად ევროპისკენ იყურება. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის აქ ყოფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი мотиваციაა. რაც შეეხება ფორუმს, მთავარი მიზანია ერთმაგიდასთან მოვიყაროთ თავი ყველა იმ მხარემ, ვინც წყლის ინფრასტრუქტურის მართვის წარმატებულ შედეგში ვართ ჩართულები. რეგულატორებმა, საჯარო ადმინისტრაციამ, ოპერატორებმა და ასევე ფინანსურმა ინსტიტუტებმა. თუ ძალიან კოორდინირებულად არ ვიმოქმედებთ, რთული იქნება იმ მიზნის მიღწევა, რომლისკენაც ყველა ვისწრაფვით. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ ფონზე და აი ამ ძალიან საინტერესო შეფასებების ფონზე ვისაუბროთ, რამდენად მიღწეული იქნა დასახული ბიზნები, რის შესახებაც აქცენტი ეკეთება კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი დარგობრივი ინვესტორის წარმომადგენლების მხრიდან და მე აღვნიშნე, რომ იყო ძალიან საინტერესო პანელური დისკუსიაც, სადაც იყვნენ წარმომადგენლები მინისტრები, წარმომადგენლები პარლამენტიდან, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, იყო წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი და ვიცე-მერი. პანელს მოდერაციას უწევდა ქალბატონი ეკა ბერიძე, სწორედ ჯორჯიან ოთერნთ პაუერის კომუნიკაციების დირექტორი და რა თქმა უნდა როგორც პანელის კონტენტში, ისე მთლიანად ამ საკითხებში იყო აქტიურად ჩართული ბატონი გიგა ნადირაძე, სწორედ ტექნიკური დირექტორი ჯორჯიან ოთერნთ პაუერის და სწორედ ამ ადამიანს მინდა მივესალმო ახლა მოგესალმებით. ეკა, მოგესალმებით გიგა და მოკლედ თქვენთან სურს საუბარი ამ საკითხზე, მართლაც კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი ასე ვთქვათ პოზიტიური შთაბეჭდილება იმ პანელზე, რომელსაც თქვენ უძღვებოდით გარდა გამოსვლებისა ამ ნაწილში. გვაქვს რამოდენიმე საკითხი ამ თემაზე, მართლაც ეს გრანდიოზული, უპრეცედენტო ასეთი მასშტაბის კონფერენცია ამ საკითხზე, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეხება და ქვეყნის ხაბად ფორმირების ნაწილი კიდევ უფრო დამატებითი საკითხია და უმნიშვნელოვანესი ამ ნაწილში. თუ შეიძლება გითხრათ, როგორ გაჩნდა ზოგადად წყალმომარაგების საერთაშორისო ფორუმის იდეა, რა იყო მთავარი მიზანი და რატომ შეკრიბა, ასე ვთქვათ, აქვალიამ და GVP-მ, ასე ვთქვათ, ყველა ერთ სივრცეში ასეთ აქტუალურ საკითხზე სასაუბროთ.
გიორგი, ფორუმის ჩატარების იდეა ჯერ პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთ შეფასებებისთვის. ესეთი შეფასებები თქვენნაირი პროფესიონალის მხრიდან უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მიზანი ნაწილობრივ მაინც არის მიღწეული. აბსოლუტურად დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ფორუმის ჩატარების იდეა გაჩნდა ძალიან ბუნებრივად. მე მგონი უკვე ყველა ვხედავთ, რომ წყალმომარაგება საქართველოსთვის არ არის უბრალოდ და მხოლოდ კომუნალური სერვისი. წყალმომარაგება ჩვენთვის დღეს არის უსაფრთხოების საფუძველი, ეკონომიკის საფუძველი, განვითარების საფუძველი. ეს უკვე ყველასთვის არის ძალიან ნათელი. ამას გარდა ასევე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებისთვის, ვინც წყალმომარაგების ან მომიჯნავე დარგებშია ჩართული, ასევე ნათელია ის, რომ დღეს საქართველო უკვე მივიდა იმ ეტაპზე, როდესაც საჭიროა გამოწვევების სწრაფად დაძლევა და რაც შეიძლება სწრაფი პროგრესი წყალმომარაგების დარგში. და რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ გარდა მოსახლეობის უსაფრთხოების და კეთილდღეობისა, წყალმომარაგება დაკავშირებულია ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით ყველა სხვა დარგთან. მათ შორის მაგალითად მშენებლობასთან. ეს დარგები ვერ განვითარდება, თუ წყალმომარაგებაში არ იქნება დაძლეული არსებული გამოწვევები და თუ ჩვენ სწრაფი და დიდი ნაბიჯებით არ წავალთ წინ. ეს იყო ასე ვთქვათ ჩვენი მთავარი სტიმული. ეს ყველაფერი მე უკვე 12 წელზე მეტი ამ კომპანიაში ვარ და ძალიან ასე ვთქვათ თვალნათელი იყო ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის და ყველა ჩემი კოლეგისთვის. სწორედ აიქიდან წამოვიდა ეს იდეა. მივიღეთ დაუყოვნებლივი და ძალიან ძლიერი მხარდაჭერა თვითონ აკვალიას მაღალი რგოლის მენეჯმენტისგან, აი სრული მხარდაჭერა ჰქონდა. სრული მხარდაჭერა ჰქონდა მარეგულირებელი კომისიისგან და პირადად თავმჯდომარისგან პირველივე ნაბიჯებზე. სრული მხარდაჭერა ჰქონდა ინფრასტრუქტურის მინისტრისგან. ანუ ჩვენ აი მომზადების პროცესმა გიორგი დაგვანახა ის, რომ მხოლოდ ჩვენ კი არა, მხოლოდ სემეკი კი არა, არამედ მთავრობაც კარგად ხედავს ამ საჭიროებებს. ანუ ძალიან კარგად დაემთხვა ჩვენი ხედვები და ინტერესები. შევხვდით წინასწარ ეკონომიკის მინისტრს, შევხვდით წინასწარ ინფრასტრუქტურის მინისტრს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, სემექს რამდენჯერმე და მივხვდით, რომ ჩვენ ვართ ერთ გზაზე. მოსამზადებელი პროცესის სტადიაზე გულისხმობთ ამ კი, რა თქმა ჩვენ ძალიან დიდხანს ვამზადებდით ამ ფორუმს, ძალიან დიდხანს. იდეაზე ვმუშაობდით დიდხანს, თვითონ პლატფორმაზე ვმუშაობდით დიდხანს, პანელებზე ვმუშაობდით დიდხანს. ყველა აქტორთან ჩვენ გქონდა ხანგრძლივი, ასე ვთქვათ, წინა კომუნიკაცია. ყველასგან იყო სრული მხარდაჭერა, სიურპრიზი იყო ჩემთვის ასეთი მხარდაჭერა, თორემ ასე ვთქვათ, წინააღმდეგი რომ არავინ იქნებოდა, ვიცოდით, მაგრამ მივხვდი, რომ ყველა გზნობს ამ საჭიროებას. ანუ ყველა, ასე ვთქვათ, გზნობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კარგად გამართული წყალმომარაგების დარგი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს აი ამ გადასახედიდან სრული, ასე ვთქვათ, დამაჯერებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ფორუმი იყო აბსოლუტური სინერგიის შედეგი. ეს არ იყო მხოლოდ ჯორჯიან Water and Power-ის და ანა კვალიას დამსახურება. რომ არა ყველა აქტორი, ვინც ჩვენ ჩავრთეთ, ასე ვთქვათ, იდეის განხორციელებაში, ასეთი ეფექტური და რაც მთავარია, ასეთი არაფორმალური არ გამოვიდოდა ფორუმი, რას გულისხმობ ახლა არაფორმალობაში. თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ ტარდება ბევრი სხვადასხვა სახის კონფერენცია, ფორუმი, რომლებიც ცუდი კი არ არის, ძალიან კარგია, მაგრამ ერთჯერადი აქტებია. ეს ფორუმი არ იყო ერთჯერადი აქტი, ეს ფორუმი იყო ის პლატფორმა, სადაც ჩვენ ბევრ, მაგრამ ძალიან კონკრეტულ მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელეთ და ამას აუცილებლად ექნება გაგრძელება. როგორც პროცესის თვალსაზრისით, როგორც სამუშაოების თვალსაზრისით, როგორც ურთიერთკავშირის თვალსაზრისით, ასევე იმ შედეგების თვალსაზრისით, რომელსაც ჩვენ დავინახავთ ახლო მომავალშიც, ასე ვთქვათ, საშუალოვადაშიც და გრძელვადიანში კიდევ უფრო მეტად. კი ბატონო, სხვა შორისაა მინდა აუცილებლად ავუშვო, რომ მეც დამჩარს დაბეჭდილება, გარდა იმისა ახლა რაც თქვენგან მოვისმინე, გარდა იმისა დამჩარს დაბეჭდილება ფორუმიდან გამომდინარეობს, რომ ეს არ იყო ერთჯერადი ნაწილი, ასე ვთქვათ, ამ კუთხით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აუცილებლად აღვნიშნო, რომ ჩვენ ვხედავთ
GVP-ის მხრიდან მუდმივად და ყოველდღიურად გაუმჯობესებულ საოცარ კომუნიკაციას მართლაც როგორც მოსახლეობას ისე მედიასთან და ამ წელში და ეს კონფერენციაც აი ამის ნაწილი იყო, ამის გამოძახილი იყო მართლაც. თუმცა კონტენტურ ნაწილზე მთლიანობაში აუცილებლად მინდა ბატონ გიგასაც ვკითხო, როგორც ტექნიკური დირექტორი გიგა, თქვენ აკვირდებოდით ამ პროცესს, მონაწილეობდით ფორუმზე, ცხადია მოისმინეთ არაერთი პოზიცია გამოთქმული მოსაზრება, რომელიც აქ იყო. რა იყო ძირითადი ნაწილი, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით ფორუმიდან გამომდინარე დარგში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, რას თქვენ დაინახეთ? მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ჩვენ როდესაც საუბრობთ გამოწვევებზე და საუბრობთ სიტუაციაზე, რომელიც გვინდა რომ გავაუმჯობესოთ, აუცილებელია რომ უპირველეს ყოვლისა მოხდეს მთლიანი, ესე ვთქვათ, არსის გააზრება, რა გარემოში გვიწევს, ესე ვთქვათ, მართვა კომპანიის, ოპერირება, ინვესტიციების განხორციელება, გულისხმობ საკანონმდებლო ჩარჩოს სტრატეგიას, იმ დოკუმენტებს, რომელიც ესე ვთქვათ, სახელმწიფოს მიერაა შემუშავებული, რეგულაციებს, რომელიც მარეგულირებაში შეიმუშავა. ამის შემდგომ ხდება გააზრება იმ გამოწვევების, რომელი გამოწვევებიც არის კომპანიაში, ასე ვთქვათ, და კომპანიებში, საქართველოს წყალმომარაგების დარგში, დიაგნოზი რო დაისვას სწორად და სწორი დიაგნოზი აუცილებლად ჭირდება ის სამოქმედო გეგმა, რომელმაც, ესე ვთქვათ, ეს გამოწვევები სწრაფად და ეფექტიანად უნდა გადაგვალახინოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია გარდა იმისა, რომ არსებული გამოცდილების გამოყენებით მოხდეს ამ პრობლემების გადაჭრის გზების მოცემება, მოვისმინოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების საუკეთესო გამოცდილება და მოსაზრებები, ესე ვთქვათ, რათა ჩვენ მოვახდინოთ იმ სწორი გადაჭრის გზების და გადაწყვეტების იმპლემენტაცია ჩვენთან და ჩვენ სისტემებში, რომელიც ვიცით, რომ აკრედიტებულია, აპრობირებულია და გამართლებული საშუალებაა. ამავდროულად ნებისმიერი ტიპის ცვლილებაზე ან გაუმჯობესებაზე ჩვენ საუბრობთ, აუცილებელია, რომ ჩვენ გქონდეს მყარი ურთიერთობა, მჭიდრო კავშირი იმ ყველა მონაწილე მხარესთან, რომელიც ჩართული არის დარგის გაუმჯობესებაში, განვითარებაში ან ამ ყველაფრის ხელშეწყობაში. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ფორუმმა თავისი მიზნით გამოიწვია ამ ყველაფრის სინთეზი, ეს ყველა ერთობლიობაში მოაქცია და თქვენ უკვე აღნიშნეთ ის, რომ გარდა ადგილობრივი წარმომადგენლებისა, ასევე რა თქმა უნდა იყო საერთაშორისო ორგანიზაციები და წამყვანი წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლები ჩართული ამ პროცესში და იქ მოხდა ერთგვარად გაზიარება ჩვენ რა გვაქვს საქართველოში, როგორ ვაწესრიგებთ ვარეგულირებთ საკანონმდებლო ჩარჩოთი სხვადასხვა საკითხებს, რა გამოწვევები გვაქვს, როგორ რეგულირდება მსგავს ტიპის საკითხები საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა ქვეყანაში და რა არის ის საუკეთესო პრაქტიკა, რომლის გადმოღებაც შესაძლებელია იმისთვის კიდევ ერთხელ რომ გაუმჯობესდეს სისტემების მდგომარეობა და საბოლოო ჯამში მომხმარებელმა მიიღოს რაც შეიძლება მოკლე დროში უფრო მეტად გაუმჯობესებული სერვისი. კი ბატონო, აბსოლუტურად ახსენეთ საერთაშორისო ორგანიზაციები და გარდა ინვესტორებისა, მართლაც ხაზი მინდა გაუსვარო, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, უბრალოდ ჩემს გასწორებულ ბრძანდებოდნენ, ანუ ფაქტობრივად ერთად ვიყავით, ასე ვთქვათ, ღონისძიებას და მესმოდა მათი შეფასებებიც ამ ნაწილზე, მართლაც მნიშვნელოვანია, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართულები არიან ამ პროცესში. ხალხო ნეკა, კვლავ თქვენთან მაქვს კითხვა. მთლიანობაში სექტორისთვის აი რა თქვენ ნახეთ და რაც აღნიშნეთ, ერთია მოსამზადებელ ეტაპზე ვისაუბრეთ, ხო? მეორე თუნდაც გარდა მთელი ფორუმისა, კონკრეტულად მათ შორის თქვენს პანელზეც ჩვენ ვნახეთ და აღნიშნე კიდეც ეკონომიკისა და განვითარების მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, გარემოსდაცვა, სოფლის მეურნეობის მინისტრი, კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიცე-მერი, ასევე მინისტრების სხვა პანელებზე, კომიტეტის თავმჯდომარეების სხვა პანელებზე, მოკლედ ძალიან ფართო წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცხადია GVP-ის მენეჯმენტი. ნახეთ ყველა აბსოლუტურად ვინც შეიძლება გვენახა, ნუ მეც რომ ვერ წარმოვიდგენთ, მე რომ კონფერენციას ვაორგანიზებდი, ამაზე უკეთეს სიას ვერ წარმოვიდგენთ და ასევე მინდა აღვნიშნო კითხვები, რომელიც თქვენ გქონდათ პანელზე, სრულად და ამომწურავად პასუხობდა ყველა ძირითად საკითხს, ვინც იქ მოწვეული იყო ამ ნაწილში. აი სწორედ თქვენი კითხვებიდან, პასუხებიდან გამომდინარე და არა მხოლოდ თქვენი პანელის შეფასებიდან გამომდინარე, მთლიანად ფორუმიდან გამომდინარე. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ახლა არის უკვე დრო, ანუ სიტუაციაში საბამისად არის შეფასებული, რომ გადავიდეთ კოორდინირებული რეფორმების ეტაპზე. გიორგი, ამაზე ალბათ საბოლოო პასუხი ჩვენ მთავრობის გამო მივიღოთ, მაგრამ ჩემი აზრით ეს ფორუმი ამის წინაპირობა ნამდვილად იყო. ის რომ ეს ადამიანები მოვიდნენ, ის რომ პრემიერ-მინისტრი და ქალაქის მერი მოვიდნენ და მიესალმნენ ფორუმს, ის რომ ყველა მაღალი რანგის პირი, ვისაც კი რაიმე კუთხით ეხება საქართველოს წყალმომარაგება,
მოვიდა და აქტიურად იყო ძალიან ჩართული ფორუმის მომზადებაშიც, მათ შორის არა მხოლოდ პანელზე იყვნენ ის ადამიანები აქტიურები, არამედ მომზადებაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული. მეცაც გეტყვით, ორდღიანი ფორუმის გარდა ჩვენ გქონდა ოფიციალური შეხვედრები, აკვალიას მენეჯმენტს შეხვდა ყველა ოფიციალური პირი, დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, დამთავრებული ინფრასტრუქტურის მინისტრით, ქალაქის მერი. ეს შეხვედრები მიღმა იყო უმაღლესი რანგის შეხვედრები. დიახ, იყო უმაღლესი რანგის შეხვედრები, რაც ადასტურებს ნამდვილად იმას, რომ მთავრობას და წყალმომარაგებაში მთავარ კვალიფიციურ ინვესტორს, თანაც ევროპულ წამყვან კომპანიას აქვს საერთო ინტერესები. მათ აუცილებლად ჭირდებათ თანამშრომლობა, იმიტომ რომ ჩვენი მიზნები არის აბსოლუტურად საერთო. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა საქართველო გახდეს წყალმომარაგების დარგში და არა მხოლოდ წყალმომარაგების დარგში, თუმცა კიდევ გავიმეორებ, სხვა დარგები ძალიან არის წყალმომარაგებაზე მიბმული. წარმატებულები უნდა გავხდეთ. უნდა გავხდეთ რეგიონში ყველაზე წარმატებულები და ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს. ამას ხედავს ყველა აქტორი, ჩემი აზრით, დღეს უკვე. კი ბატონო, როცა ასეთი რანგის ინვესტორზე ვსაუბრობ, თანამშრომლობაში ევროპულ ინვესტორზე, დარგობრივ ინვესტორზე პირველად უპრეცედენტო დარგობრივ ინვესტორი ქვეყანაში, რომელიც ყველგან წარმატებულია და რომელმაც თვითონ გამოავლინა საქართველოს მიმართ სხვა შორის განსაკუთრებული დამოკიდებულება. მათთვის საქართველო არის განსაკუთრებული ქვეყანა. გიორგი, ამასაც აბსოლუტური, ასე ვთქვათ, სრული რწმუნებით შემიძლია გითხრათ. მით უმეტეს რომ აკვალი აპირებს რეგიონში სხვა ქვეყნებშიც შევიდეს, პენეტრაციას აპირებს სხვა ბაზრებზეც და მათთვის სწორედ საქართველოა წარმოდგენილი როგორც ჰაბი. სადაც ისინი წყალმომარაგების მომსახურებას უწევენ თბილისს, უწევენ რუსთავს, უწევენ მცხეთას. მოკლედ ეს კომპანია სრულად არის, სრული მზაობა აქვს მას იმისთვის, რომ საქართველო აქციოს ჰაბად. ეს თუ ასე მოხდება, აკვალიას დიდი დამსახურება იქნება. მთავრობის ხელშეწყობით, რა თქმა უნდა. კი ბატონო, არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, მე მქონდა პატივი ასევე მენეჯმენტთან ინტერვიუს ნაწილში და ასევე ინტერვიუს მიღმაც პირად საუბრებში სრულად ვხედავ განწყობას, მართლა გულწრფელ განწყობას ამაც და რაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჰაბი და მე დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება აკვალიას სხვა ქვეყნების გეგმების კარგი მოდელი, როგორც წარმატების მოდელი გადასატანად. სავიზიტო ბარათით შეგვიძლია? ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ქვეყანას ასეთ შემთხვევაში. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ ქალაქები, ასევე თბილისის გარდა რუსთავი, მცხეთა, იგასთან გადავალ. კითხვით, როგორია ზოგადად აი სხვადასხვა ტიპის ტექნიკური გადაწყვეტილებების დანერგვის დროს, მართვის დროს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის როლი? ამ კუთხით როგორ გეთანამშრომლებიან მუნიციპალიტეტები, რას ისურვებთ ამ წელს? ჩვენ ნახეთ ასევე ღონისძიებაზე რუსთავის მერი თუ არ მიშლება საკრებულოს თავმჯდომარე თბილისის რუსთავის ჭრილჩის ამ კუთხით. როგორ ხედავთ იგივე მათ ჩართულობას, მუნიციპალიტეტების ჩართულობას გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების ნაწილში, მათ შორის იმ კუთხით, რომ საინვესტიციო პროექტები მაქსიმალურად იყოს მორგებული პარალელურად თვითონ აი ამ ქალაქების განვითარებაზე, ამ შემთხვევაში ამ სამ ქალაქს გულისხმობ. იმდენად რამდენადაც ჩვენ ვართ ისეთი ტიპის სერვისის მიმწოდებელი, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია და წყალმომარაგება და მის გარეშე შეუძლებელია, ასე ვთქვათ, არათუ ქალაქში, არამედ სხვა ტიპის დასახლებაშიც არსებობა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თითოეული მუნიციპალიტეტისთვის ის გეგმები, საინვესტიციო გეგმები და პროექტები, რომლებსაც ჩვენ ყოველწლიურად ვახორციელებთ და რომელთა, ესე ვთქვათ, მოცულობაც ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მას შემდეგ, რაც დარგობრივი ინვესტორი აკვალიას სახით შემოვიდა საქართველოში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, პირდაპირ კავშირშია ესა თუ ის პროექტი საგზაო სამუშაოებთან ან სხვასთან, ჩვენის მხრივ უზიარებთ და მუნიციპალიტეტი ყოველთვის დაინტერესებული არის ჩვენი გეგმებით, რომელიც მიზნად ისახავს, რა თქმა უნდა, სერვისის გაუმჯობესებას, რათა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია და წვდომა იმ პროექტებზე, რომელი პროექტებიც ემსახურება ამ ყოველივეს. რაც შეეხება ურთიერთთანამშრომლობას კონკრეტულ პროექტების დონეზე, შეგვიძლია მარტივად ვთქვათ, რომ ყოველწლიურად, როდესაც მომდევნო წლის გეგმა დგება, ჩვენ ერთობლივად მუშაობთ ამ საინვესტიციო გეგმებზე, რომელიც ითვალისწინებს მილსადენების შეცვლასთან ერთად, ესე ვთქვათ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც. ეს ერთგვარად ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მომხმარებელი სარგებლობს იმ წყალმომარაგების სისტემებითა და იმ საგზაო ინფრასტრუქტურითაც და სარგებელი ამ შემთხვევაში და ეფექტიანობა ერთობლივი მუშაობის გამოხატულია იმაში, რომ როდესაც მუნიციპალიტეტს გადაწყვეტილი აქვს ამა თუ იმ ქუჩაზე განახორციელოს საგზაო სამუშაოები, იქ უმეტეს შემთხვევაში არის
მილსადენები, კომუნიკაციები ჩვენი და იმ კომუნიკაციების შესწავლა ხდება, სანამ გაკეთდება საგზაო სამუშაოები, თუ საჭიროებს ის რეაბილიტაციას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიგეგმებით პარალელურ რეჟიმში და უმეტესობა პროექტებისა მსგავსი ტიპის მიდგომით ხორციელდება, ხდება ჯერ განახლება მიწისქვეშა კომუნიკაციების და შემდგომ საგზაო საფარის მოწყობა. ეს რა ეფექტს იძლევა საერთო ჯამში? ერთის მხრივ, როდესაც ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები კარგ მდგომარეობაში განახლებულია, ალბათობა იმისა, რომ დაზიანება მოხდეს და შემდგომ უკვე ექსკავაცია გავაკეთოთ და დავაზიანოთ ახლად მოწყობილი საფარი, ფაქტობრივად ნულის ტოლია მსგავსი ტიპის ალბათობა და მეორეს მხრივ, როდესაც ჩვენ საგზაო სამუშაოების პარალელურად ვიგეგმებით კომუნიკაციების შეცვლაზე, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი აწესრიგებს საგზაო ნაწილს და ეს საგზაო ნაწილის მოწესრიგება წყალმომარაგების კომპანიას არ უწევს და რა თქმა უნდა, ეს უფრო გაცილებით ეფექტიანი არის ხარჯით ნაწილში და ესე ვთქვათ, ერთი დანახარჯი სხვადასხვა ესე ვთქვათ სტრუქტურული ერთეულის მონაწილეობით ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც სასურველია თითოეული მხარისთვის. ეხლა ძალიან საინტერესო თემა ახსენეთ აი ამ თანამშრომლობის წილში და რამდენჯერმე ახსენეთ ეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხო ხა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის და ეხლა მომხმარებლის თავარი მიზანია, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მიიღოს ხარისხიანი სერვისი, პროდუქტი, წყლის სახით, ბუნებრივია, თუმცა ყველა თანხმდებით ერთ ნაწილზე რომ გარკვეული ფასი არსებობს ამისთვის და ხშირად ჩვენ როდესაც ტარიფებზე ვსაუბრობთ, ხომ ტარიფები რაღაცნაირად გამოყვანილია თითქოს ეს კომპანიის მაინც და მაინც ზემოგებაზე მიმართული ნაწილი, არა და კომპანიამ რომ ოპერირება განახორციელოს, ხადია გარკვეული ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მათ შორის ინფრასტრუქტურის მიმართულებით. პანელურ დისკუსიაზე იყო ტარიფების თემა და სწორედ ტარიფია ის საშუალება, რითიც საწყის ეტაპზე ჯერ კომპანია ახორციელებს ინვესტიციას და შემდგომ გარკვეულად ტარიფში ხდება ამ ყველაფრის ასახვა. ტარიფებზე იყო საუბარი, იყო სხვადასხვა მოდელზე საუბარი, იყო საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბარი. საქართველოს რეალობაში თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი ტიპის სატარიფო სტრუქტურა იქნება ყველაზე ეფექტური იმისთვის, რომ ბუნებრივი ერთწყლივ ეს იყოს მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი, მაგრამ ამავდროულად ცხადია სექტორის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა უნდა იყოს გარანტირებული, ვინაიდან სხვაგვარად ხელმისაწვდომი ტარიფი, მაგრამ არ მიღებული სერვისი ასევე არაფერს არ გვაძლევს ბუნებრივია. როდესაც ჩვენ ტარიფებზე ვსაუბრობთ, ტარიფს გააჩნია ორი ძირითადი მდგენელი და ეს უნდა მოხდეს იმ თავითვე განსხვავებული მიდგომა და შეხედვა ამ ესე ვთქვათ ძირითად კომპონენტებთან. ერთი ტარიფის მდგენელი რაც არის, თუ რა ტიპის ხარჯებს ფარავს ტარიფი. რა თქმა უნდა, ტარიფმა უნდა დაფაროს ის საოპერაციო ხარჯები, რაც ყოველდღიური ექსპლუატაციისთვის, სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი და საჭირო, როგორც არის ხელფასი იმ დასაქმებული ადამიანების, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ, ელექტროენერგიის ხარჯი და ესე შემდეგ. მეორეს მხრივ, ჩვენ ვინაიდან კაპიტალდევად დარგთან და სექტორთან გვაქვს საქმე, უნდა ვიცოდეთ, რომ დროთა განმავლობაში ძველდება ეს ინფრასტრუქტურა და სამწუხაროდ ისეთი მოცემულობა გვაქვს ჩვენ, როდესაც ისტორიულად ესე ვთქვათ, ეს ქსელები არ ახლდებოდა საკმარისი ტემპით და მეტი წილი მათი მოძველებულია და დაჩქარებული ტემპით გვიწევს მათი რეაბილიტაცია, რომ სერვისის დონე გავაუმჯობესოთ და არ მოხდეს ალპეული ტიპის გაუარესებები. ამიტომ შემოდის აქ მეორე საკითხი ინვესტიციებთან დაკავშირებით. ანუ ტარიფი ფარავს როგორც საოპერაციო ხარჯებს, ასევე საინვესტიციო პროექტებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ეს არის ტარიფმა რა უნდა დაფაროს და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს და ეს იმგვარად არის მოწესრიგებული, რაც მისაღებია ამ შემთხვევაში ინვესტორისთვისაც და იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ განვახორციელოთ ინვესტიციები გამომჯობესოთ მდგომარეობა. თუმცა ტარიფს აქვს მეორე და ასევე არანაკლები მნიშვნელოვანი მდგენელი, რომელსაც ქვია ტარიფის სტრუქტურა. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შემოსავალი კომპანიამ რა გზით უნდა მიიღოს, რა ტიპის დარიცხვა უნდა განხორციელდეს მოხმარებული სერვისის, სასმელი წყლის იმგვარად მოხმარებაზე, რომ მოხდეს შეგროვება ამ თანხის, ესე ვთქვათ. დღეს მოქმედი არის კუბურ მეტრზე ტარიფი, ანუ რამდენ წყალსაც მოვიხმარ ერთეულს კუბურ მეტრში, ერთეულთან მიმართებაში ვიხდით შესაბამის საფასურს. თუმცა ჩვენი დანახარჯების სტრუქტურა, როდესაც კომპანიის ფინანსურ სტაბილურობაზე ვსაუბრობთ, 60%-ზე მეტი დანახარჯების არის ფიქსირებული დანახარჯები. მიუხედავად იმისა, რამდენს მოიხმარს მომხმარებელი, ეს ფიქსირებული დანახარჯი მაინც არსებობს. როგორც არის კაპიტალური დანახარჯები, აქტივები რაც არის, თანამშრომლები, მიუხედავად იმისა, ცალკეული მომხმარებელი ბევრს მოიხმარს თუ ცოტას, ის თანამშრომელი წნევის ქვეშ უნდა იყოს სისტემა, ანუ მზაობა უნდა ქონდეს სისტემას. ამიტომ დიდი ნაწილი არის ფიქსირებული. მაშინ, როდესაც სრულად ცვლადი არის ტარიფი კუბურ მეტრთან მიმართებაში და ნაკლების მოხმარება ხდება, რა თქმა უნდა, დანახარჯებს ეს არ მიყვება, ესე ვთქვათ, კომპანიის და გარკვეული ტიპის პრობლემებს ქმნის. ბუნებრივი დანახარჯი არსებობს, ამ შემთხვევაში ეს მოხმარების ნაწილი უკვე მერყევია და კი ბატონო. აი დაუშვათ.
მაქვს ვარ გამრიცხული მომხმარებელი და სეზონურად მოვიხმარ წყალს. ან შეიძლება ერთი წელი არ მოვიხმარო და მეორე წელს მოვიხმარ. ის რომ მე საერთოდ არ მოვიხმარ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემთვის წყალმომარაგების სისტემას რომ ზაობა აქვს, ეს არაფერი არ უჯდება კომპანიას. რა თქმა უნდა, ეს ხარჯია, რომელი ხარჯიც ნაწილდება სხვა მომხმარებლებზე. ერთი ეს პრობლემა წამოიწია, ესე ვთქვათ, წინა პლანზე, მეორე დღეს ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული ჯვარედინის სუბსიდია, რაც გულისხმობს სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ტიპის ტარიფის დაწესებას. საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ტარიფი არის განსხვავებული და გაცილებით მაღალი არის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების ტარიფი და სხვაობა 17-ჯერ აღემატება, ესე ვთქვათ, ანუ არასაყოფაცხოვრებო ტარიფი საყოფაცხოვრებო ტარიფს. ეს დისბალანსი გარკვეული ტიპის ფინანსურ უხერხულობებს ქმნის კომპანიასთან მიმართებაში. კერძოდ თუ ცირდება მოხმარება არასაყოფაცხოვრებო მხარეს, რაც ნათელი მაგალითი იყო COVID-ის პერიოდში, ესე ვთქვათ, რესტორნების და შესაბამისი ბიზნესის მოხმარების მკვეთრი შემცირება ფინანსურად ძალიან აისახა უარყოფითად კომპანიის, ესე ვთქვათ, ფინანსურ მდგრადობაზე და ამავდროულად ამ ჯვარედინის სუბსიდიის მეშვეობით ჩვენ აბსოლუტურად ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებელს 70% დაახლოებით უსუბსიდირებთ მისი გადასახადისა. მიუხედავად იმისა, ეს საჭიროა თუ არ არის ცალკეული მოწყვლადი ჯგუფებისთვის და სხვადასხვა ტიპის შემოსავალის კატეგორიის მქონე პირებისთვის. იქნება ისეთი გარემო, სადაც რაც უფრო მეტია მოხმარება, მეტი არის სუბსიდია იმ ცალკეულ დიდ მომხმარებლებზე საყოფაცხოვრებო ნაწილში. ამიტომ ეს ერთ-ერთი კიდე დამატებითი გამოწვევა, რომელიც დროთა განმავლობაში გამოვლინდა და ჩვენ პანელის ფარგლებში ვიმსჯელეთ და ავაყენეთ ეს საკითხი, მაგრამ რაც არ უნდა ტარიფზე ან სტრუქტურაზე ვისაუბროთ, თქვენ აღნიშნეთ, რომ ხელმისაწვდომობა აუცილებლად ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომობის ფარგლებში. და როგორ ვიცავთ დაბალშემოსავლიან ჯგუფებს ხელმისაწვდომი ტარიფების, ან ტარიფი ხელმისაწვდომი იყოს. ხელმისაწვდომას თავის მხრივ აქვს ორი მიმართულება. ერთი არის ფიზიკური ხელმისაწვდომობა, მეორე არის ფინანსური ხელმისაწვდომობა. ფიზიკური ხელმისაწვდომობა ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ოჯახს მიუხედავად მისი შემოსავლისა, კონდეს ფიზიკურად წვდომადი ის აუცილებელი წყლის მოცულობა, რომელიც ერთვიანი თუ ერთწლიანი პერიოდით საჭიროა. ხოლო მეორეს მხრივ ფინანსურად ეს მინიმალური მოცულობა იყოს საკმარისი, გადახდის უნარიანი იყოს და ეს იზომება კონკრეტული მაჩვენებლით. არის ხელმისაწვდომობის ინდექსი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ 3% აღიარებული. კი ბატონო. 3% არ უნდა აღემატებოდეს ხელმისაწვდომობის ინდექსი და ჩვენ დღეის მდგომარეობით თბილისში მოქმედი ტარიფი და ხელმისაწვდომობის ინდექსი დავთვლით 0.31%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი შინაომეურნეობა, ანუ ოჯახი, საშუალოდ მის შემოსავლის 0.31%-ს იხდის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ამ პანელურ დისკუსიამდეც რა თქმა უნდა გვქონდა მსჯელობა და მარაგებული კომისიას აქვს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობილი გარკვეული ტიპის პაკეტი გამზადებული, ესე ვთქვათ, ცვლილებების, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ მალე შევა ძალაში და ამ ეს ერთგვარ დისბალანსს დაარეგულირებს, მოაწესრიგებს იმგვარად, რომ ტარიფის სტრუქტურა იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და ორიენტირებული გადამხდელ უნარიანობაზე და ხელმისაწვდომი იყოს დაბალშემოსავლიანი ჯგუფებისთვის. კი ბატონო, ძალიან დეტალურად და ძალიან ნათლად ახსენეთ ახლა ტარიფის ბუნება როგორც ასეთი ამ ნაწილში და მით უმეტეს კიდევ ერთხელ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ აქვალიაზე, რომელიც აქვს ძალიან დიდი არის საერთაშორისო გამოცდილება აქ ეჭვის საფუძველიც არ არის რომ ეს იქნება საუკეთესო პრაქტიკის ინტეგრირება საქართველოში. სწორედ აქვალიაზე მინდა კვლავ გადმოვიდე კითხვით პრინციპში თქვენთანაც მექნება ქალბატონო და ბატონ გიგასთანაც ეს ნაწილი ხომ სწორედ საერთაშორისო რეპუტაციის ნაწილზე მინდა გარკვეულწილად გავამახვილო ყურადღება 19 ქვეყანაში ოპერირებს გლობალური ლიდერია წყალმომარაგების ნაწილში და მეოთხე ყველაზე მსხვილი წყლის მართვის კომპანია ევროპაში. ნუ აი ამ მასშტაბზე ვსაუბრობთ, როცა ასეთი მასშტაბის ინვესტორია საქართველოში შემოსული და მიუხედავად ამისა შეიძლება ითქვას, რომ ფორუმის ჩატარება მაინც საქართველოში გადაწყდა. ცხადია და რა კონკურენტული უპირატესობები აქვს ჩვენი ქვეყნისათვის აქვალიას, როცა ასეთი გადაწყვეტილება იქნება თქვენს მიღებული? არის ასე ვთქვათ სტანდარტული კონკურენტული უპირატესობები და არის კიდევ ცოტა არასტანდარტულიც. სტანდარტული არის ის, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა თავისთავად განაპირობებს იმას, რომ იყოს საინტერესო ქვეყანა და ყოფილიყო ის ასე ვთქვათ ამ ფორუმის სამშობლოც. არის ის, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი საინვესტიციო გარემო, ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს არის ევროპელების შეფასება. ის, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი მარეგულირებელი სისტემა, გამორჩეულად კარგი და ამასაც ყოველთვის აღნიშნავს აკვალიას მენეჯმენტი. ეს არის ასე ვთქვათ ობიექტური კრიტერიუმები.
სუბიექტური კრიტერიუმი არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის, რომ აკვალიას ნამდვილად აქვს საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება. ისინი განსაკუთრებულად უფრთხილდებიან, ასე ვთქვათ, თავიანთ რეპუტაციას ამ ქვეყანაში, ყველგან უფრთხილდებიან, მაგრამ საქართველოს მათთვის, როგორც გითხარით, არის, ასე ვთქვათ, სავიზიტო ბარათიც, სადაც მათ აქვთ სრული წყალმარაგების ციკლი. ანუ დაწყებული მოპოვებიდან დამთავრებული ონკანამდე მიტანით. თბილისში, რუსთავში და მცხეთაში. ამიტომ მათთვის ეს არის განსაკუთრებული ქვეყანა და ყველაფერმა ამან ერთად განაპირობა, რომ ფორუმი ჩატარდა სწორედ საქართველოში და მნიშვნელოვანი ფაქტორი ისიც არის, რომ ეს იყო ჩვენი, ანუ ქართული გუნდის იდეა და ამანაც რა თქმა უნდა თავისი როლი ითამაშა. ქართულ გუნდზე მინდოდა აუცილებლად აღმენიშნა, პირველ რიგში გიგას პოზიცია მინდა მოვისმინო და მე მაქვს ჩემი შეფასება რატომ კიდე საქართველოში გიგა თქვენ. ნებისმიერი ინვესტორისთვის და ალბათ კიდევ უფრო განსაკუთრებით დარგობრივი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალე და სამართლიანი თამაშის წესები. როდესაც წყალმომარაგების სექტორზე ვსაუბრობთ, აქ ძირითადი, ესე ვთქვათ, დოკუმენტაცია ან საკითხები შეეხება ინვესტიციებს, იმიტომ რომ თან დარგი საჭიროებს, როგორ ხდება ინვესტიციების შეფასება, შეთანხმება, შემდგომ მათი ტარიფში ასახვა და შემდეგ. და მეორე უშუალოდ ტარიფებს როგორ ხდება, რა პრინციპებზე დაყრდნობით ხდება ტარიფების დადგენა, გადახედვა, შეფასება და შემდეგ. ესე ვთქვათ, დამოუკიდებელი მარეგულირებლის ინსტიტუტი ქმნის იმ მყარ საფუძველს, რომ ჩვენ ის ყველა აუცილებელი დოკუმენტი მოწესრიგებული იყოს დადგენილებებით, კანონმდებლობით, რომელიც გამჭვირვალებას ქმნის ამ ბიზნესში. ანუ პირველი ეს არის სხვა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი საკითხებთან ერთად, მეორე აუცილებელია ვიცოდეთ სახელმწიფოს პოლიტიკა როგორი არის ინვესტორთან მიმართებაში და შემდეგ და დღევანდელი ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა, გაცხადებული პოლიტიკა, ესე ვთქვათ, რომელიც გულისხმობს ინვესტორების მაქსიმალურ ხელშეწყობას, დახმარებას, მოზიდვას უცხოური ინვესტიციების საქართველოში, ეს რა თქმა უნდა კიდე ერთი დადებითი სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ მოახდინონ თავიანთი ბიზნესის განხორციელება საქართველოში და მესამე ჩვენ როდესაც აკვალია შემოდიოდა საქართველოში, თბილისის, რუსთავის და მცხეთის წყალმომარაგების სისტემებში წინსწრებით იყო შესწავლილი ის გამოწვევები, რაც უშუალოდ სისტემას გააჩნდა. შესაბამისად, სისტემა თვითონ დარგობრივი ინვესტორისთვის იძლევა იმის საშუალებას, იმის თქმის საშუალებას, რომ აქ ჩვენ საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით შეგვიძლია ძალიან კარგი წარმატებული მაგალითი ვაჩვენოთ სხვა დანარჩენ ქვეყნებს და მათ შორის რეგიონში და არა მარტო. ამიტომ ეს სამი სხვადასხვა მიზეზი იყო, რა თქმა უნდა, სხვა საკითხებთან ერთად ძირითადად. კი ბატონო, მე აუცილებლად მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ რამდენადაც ქვეყანა არ უნდა მომწონდეს და რამდენადაც ინვესტორის პოზიციიდან ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, რამდენადაც მინდუდელ ინვესტიციას არ დავახორციელებდე, თუ არ მაქვს ადგილობრივი გუნდის იმედ, რომელიც იმ რანგის კონფერენციას გააკეთებს, ისე უნაკლოდ როგორც გაკეთდა, ხო, ამას არ გავაკეთებ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იდეა და ინიციატივა თუ არ მოდის გუნდიდან და მე ვიცი, რომ განსაკუთრებით აქ არის ძალიან მარტივი კრიტერიუმი ჩემთვის შესაძლებელი, როგორ უყვარს გუნდს თავისი ქვეყანა და კომპანიაც, რა თქმა უნდა, რომ ამ ქვეყანაში უნდა და ყველაფერი გაეკეთებინათ, რომ რამოდენიმეჯერ ახსენეთ თქვენ და ფორუმზეც ხშირად ისმოდა საკითხი, ეგ ამ შემთხვევაში თქვენთან ვარ ამნაწილებ, რომ თქვენგან იყო ხაზგასმული ხშირად რეგიონულ ჰაბზე აქცენტი და რეგიონული ჰაბის ფუნქციის ნაწილი და სწორედ ამ კუთხით მინდა გკითხოთ შემაჯამებლად ამ თვალსაზრისით, როგორ ხედავთ რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, რა გვაქვს კიდევ უფრო მეტად გასაკეთებელი, რომ სწორედ წყალმომარაგების კუთხით ჩვენ მოვიპოვოთ სწორედ ლიდერის სტატუსი, რეალურად შეძლოთ ეს ლიდერობა. ეს პოტენციალი ნამდვილად გვაქვს, ჩვენს ქვეყანას ეს პოტენციალი აქვს. ოღონდ როცა ჰაბზე ვლაპარაკობთ, გიორგი, არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობთ აი მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობას, ან თქვათ იმას, რომ საქართველოს წყალუხვი ქვეყანაა, ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ქვეყანა უნდა გახდეს ლიდერი ცოდნის მხრივ, წყლის რესურსის სწორი მენეჯმენტის მხრივ და ასევე საუკეთესო ტექნოლოგიების მხრივ. რა გვჭირდება ამისთვის, აი რა არის შესაძლებელი, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ჩემი აზრი მაქვს, ალბათ გიგაც გვეტყვის თავის მოსაზრებას, ძალიან საინტერესოა ის როგორც პროფესიონალი რას ფიქრობს ამაზე. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი და მყარი საფუძველი ამისთვის არის სწორედ ეს თანამშრომლობა სახელმწიფოსი, კერძო სექტორებთან, მარეგულირებელთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაძლებელი გვაქვს ის, რომ საქართველოში უნდა გაჩნდეს საშუალება იმ ცოდნების მიღების და კვალიფიციურად მიღების, რომლის გარეშეც წყლის დარგის განვითარება იქნება ძალიან ძნელი.
ანუ ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს სხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანა სპეციალისტების. ჩვენ უნდა აქ გქონდეს ცოდნის კერები და ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად არის გადასადგმელი. აუცილებელი და მნიშვნელოვანია გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვა და აკვალიას ასეთ ხედვა ნამდვილად გააჩნია და ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც გიგამ ასე პროფესიულად ილაპარაკა, სწორი სატარიფო სტრუქტურა. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით და როცა ცოდნაზე ლაპარაკობთ, ყოველთვის მიხარია, რომ აი ინვესტიციებზე საუბრის დროს ამაზე ბევრს საუბრობთ ხოლმე, რომ ხშირად ინვესტიცია ფინანსურ ნაწილთან ასოცირდება და არა, რა თქმა უნდა, ეს არის ცოდნასთან ასოცირებული და როცა ჩვენ ლაპარაკობთ დარგობრივ ინვესტორზე, ხო, ეს თავისთავად ცხადია, რომ აქ უფრო ღრმა ცოდნა მოყვება ამ ყველაფერს, ვიდრე უბრალოდ ერთ ნაწილი. გიგა, თქვენი შეფასებაც ამ ჭრილში, ხაბად ფორმირების ნაწილში. ერთ-ერთი კიდევ ესე ვთქვათ, მიმართულება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს და კიდევ უფრო სხვა დონეზე წამოწიოს ჩვენი ქვეყნის როლი და წყალმომარაგების სექტორის რაობა, ჩვენ რეალურად დღეს რო გადავხედოთ, ქვეყანაში გვაქვს რამდენიმე განსხვავებული ტიპის მიდგომა მართვასთან მიმართებაში წყალმომარაგების სისტემებს როგორ მართავთ და თითქმის სრულად ფარავთ ყველა განსხვავებულ მოდელს. კერძოდ იმას გულისხმობ, რომ ჩვენ გვყავს სახელმწიფო კომპანია, რომელიც სახელმწიფოვე მართავს ამ კომპანიას გაერთიანებული წყალმომარაგების სახით. ჩვენ გვყავს ადგილობრივი მუნიციპალური საკუთრებაში არსებული კომპანიები, რომლებიც თვითონ ფლობენ ამ სისტემებს და თვითონვე მართავენ და ჩვენ გვაქვს სისტემები, სადაც ამ შემთხვევაში თბილისი რუსთავი მცხეთა არის კერძო ინვესტორი, კერძო მესაკუთრე და კერძო სექტორი მართავს ამ სისტემებს. ერთი მოდელი კიდევ, რომელიც ესე ვთქვათ, თეორიულად არსებობს და ასევე აპრობირებული მეთოდია, არის კერძო და სახელმწიფო თანამშრომლობა, სახელმწიფო მესაკუთრე და კერძო მართავს, რომელი მიმართულებითაც აქტიური ნაბიჯები იდგმება ქვეყანაში, არა მარტო წყალმომარაგების სექტორში, ასევე სხვა სექტორებში, თუ როგორ უნდა მოხდეს ურთიერთთანამშრომლობა კერძო და სახელმწიფო, ესე ვთქვათ, ერთეულების. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოში წყალმომარაგების სექტორში დამოუკიდებლად ვითარდება სხვადასხვა ტიპის მიდგომები, რაც ნათელი მაგალითია ჩვენს რეგიონში და კიდევ გამეორდები არა მხოლოდ რეგიონში, როგორ შეიძლება გახდეს სახელმწიფო და კერძო ბიზნესის სინთეზში წყალმომარაგების სისტემების სწრაფი ტემპით განვითარების, ესე ვთქვათ, საწყისები და ეს საბოლოო ჯამში მოგცემს იმას, რომ ამ პატარა ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოწვევა და ასე წარმატებით დავძლიეთ, ის მეთოდები, რაც ჩვენ გამოვიყენეთ, ეს იქნება სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი და სწორედ ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, შემადგენელი ელემენტი ჰაბისა, ესეც გახდება ჩემი მოსაზრებით. აბსოლუტურად კერძო საჯარო პარტნიორობის ფანტასტიკური სურათი ვნახეთ ჩვენ ფანტასტიკური შინაარსთან, ანუ მხოლოდ სურათი უბრალოდ, ამით შინაარსი ვნახეთ ჩვენ სწორედ ამ ფორუმზე, რომელიც სახელმწიფო ახლა ვისაუბრეთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. ვფიქრობ, ყველა ძირითადი საკითხი ჩვენ გავიარეთ, თუმცა არის მთელი რიგი თემები, მათ შორის როცა ჩვენ ვსაუბრობთ განგრძობად საკითხებზე და ყოველთვის დიდი სიამოვნებით გავშლით ამ თემებს თქვენთან ერთად. მადლობა კიდევ ერთხელ. დღეს Business Insider-ი ამით დასრულებულია. თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა სიახლეს გაესწროთ ჩვენს ვებგვერდზე Business Insider-ში. ჩვენ კი ტრადიციულად დავბრუნდებით ხვალ. მადლობთ რომ გიყურებდით და გვისმენთ.